მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის გადაცემა ვენი ვიდი, მე მისი წამყვანი სოსო სალუქვაძე ვარ. ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საინტერესო ადგილებში და საინტერესო ამბების თხრობას და დღეს ჩვენი გზა მიემართება ჩრდილოეთისკენ. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მხარეში და საინტერესო ქვეყანაში. მხარეს ქვია სკანდინავია, ხოლო ქვეყანას ნორვეგია, რომელიც ყველაზე ჩრდილო ქვეყანაა სკანდინავიის ნახევარკუნძულისა. ამ მოგზაურობაში ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგი, საინტერესო, მცოდნე მეგზური, ჩემი თანამოსაუბრე ბატონი კახაბერ ლორია, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სკანდინავისტიკის სკანდინავიის კვლევის ცენტრის დირექტორი. სწორედ ამის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ის შემთხვევაა, ყოველთვის ასე არ ხდება, როდესაც სკანდინავიაზე, ნორვეგიაზე მისი უშუალო მკვლევარი და უშუალო მცოდნე, არა მხოლოდ ტურისტი, თულად მცოდნე, არამედ სიღრმისეულად მცოდნე ადამიანი გვეყოლება. ორ სიტყვასაც დავამატებ და შემდეგ კახას გადავცემ სიტყვას და თქვენის ნებართვით კახა შენობით დაგელაპარაკები, რაგი მეგობრებიც ვართ ყველაფერთან ერთად, რომ ნორვეგიის შერჩევა განაპირობა იმანაც, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად სამაგალითოც კი შეიძლება და ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, მიუხედავად ამ სიშორისა, რომელიც ტერიტორიულად საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებობს. ბოლო საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ გარკვეული კონტაქტებიც აღმოჩნდა, ესეთი გადაკვეთები და დღეს ხომ საინტერესო და საინტერესო ქვეყანაა, რადგანაც ის ეკონომიკურად და კულტურულადაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული, მდიდარი და განვითარების, ასე ვთქვათ, კარგი მოდელის მაჩვენებელი ქვეყანა, რაც საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. თანაც ჩვენი თანაზომადი ქვეყანა, 5.5 მილიონი კაცი ცხოვრობს დაახლოებით ამ ქვეყანაში, არ არის უზარმაზარი, თუმცა ტერიტორიით გაცილებით უფრო დიდია, მაგრამ მაინც საქართველოს შესადარი ქვეყანაა. ამით მე მოვჭები ჩემს თხრობას ჯერჯერობით, თუმცა ხანდახან ჩაგერთვები ხოლმე და მინდა შენ კითხო ახლა რამ განაპირობა შენი დაინტერესება და როგორ მოხდა ისე რომ შენ ამ მხარის, ამ ქვეყნის სპეციალისტი გახდი? უერველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემი დაინტერესება სკანდინავიით და კონკრეტულად ნორვეგიით გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ნამდვილად იყო წმინდა ფილოლოგიური, ენობრივი, ლიტერატურული და შემდეგ, თუმცა ასევე იყო სოციალურ-პოლიტიკურიც, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი მოვდივართ იმ საშინელი სინამდვილიდან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, საბჭოთა წყობიდან, იმ ეგრეთ წოდებული სოციალიზმიდან, ეგრეთ წოდებული არ მithქვავს შემთხვევით. კი ბატონო. და მაშინაც აი ჩემს სტუდენტობაში, ახალგაზრდობაში, თქვათ 80-იან წლებში, მაინც ასე ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციები შემოდიოდა და აი ამ კაციჭამიურ მოდელთან, რომელიც ჩვენ გვქონდა საბჭოეთში, ამის პარალელურად ჩვენ რაღაცა იმპულსები თუ ყური მაინც მოგვეკრა ყოველ შემთხვევაში, რომ არსებობს სხვა სოციალიზმიც, კი ბატონო, სხვა სოციალიზმიც, სოციალური კეთილდღეობის სხვა მოდელები და ნამდვილი მოდელები შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა აქ სახელდებოდა უპირველეს ყოვლისა სკანდინავიური მოდელი, სკანდინავიური სოციალიზმი. და ესეც ჩემი ინტერესის სფერო გახდა და მე ეს მხარეც მისწავლია და ვარ დაინტერესებული ბუნებრივია დღესაც სკანდინავიური სინამდვილისა და კონკრეტულად ნორვეგიული სინამდვილისაც, იმიტომ რომ ნორვეგიაში რეალურად არის ეს მოდელი, რომელიც ზოგან შვედური სოციალიზმის სახელით მოიხსენიებენ და უფრო ფართოდ სოციალური კეთილდღეობის სკანდინავიური მოდელი. აი ეს ორი, ასე ვთქვათ, წმინდა ფილოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური, ეს იყო ჩემი ინტერესის საგანი. თან რაც მთავარია, ბოდიში რომ ჩაგერთვები, კახა, ეს შენი ინტერესი, ასე ვთქვათ, ამ შენი ინტერესის რეალიზაციაც გააკეთე. რაც არ იყო ესე ადვილი, ხო? არ იყო ადვილი, მე უკვე ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაშინ დაცულიც ჰქონდა დისერტაცია. და ვმუშაობდი უნივერსიტეტში, როდესაც მივიღე ნორვეგიის სამთავრობო სტიპენდია, ასე ერქვა, 2 სასწავლო წელი გადავმულათ 90-იან წლებში და
შემდეგ როდესაც დავბრუნდი იქედან ჩამოვაყალიბე ანუ პირველი სწავლება ნორვეგიული ენის და კულტურის აი თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაიწყო 95 წლის შემოდგომაზე. ეს მაშინ როცა არეულობაა ისეთი რომ ხო, ну, რა თქმა უნდა, რთული პერიოდი იყო ძალიან ჩვენთვის და განსაკუთრებით იყო ეს კონტრასტული სკანდინავიასთან, რა ეს დაალაგებული, დაწნარებული, დაწყობილი, კი ბატონო და მეორე მხრივ ჩვენი რეალობა, თუმცა ინტერესი სტუდენტებმა გამოიჩინეს მაშინვე. ну შემდეგ დაახლოებით 10 წელი დაჭირდა ამას უკვე სკანდინავისტიკის ცენტრი შეიქმნა დღეს მოქმედებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ასევე სადოქტორო დონეზეც ისწავლება სკანდინავიური ფილოლოგია და უკვე შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ კარგად არის საქართველოში არსებობს ცენტრი რომელიც ამ რაც ბევრგან არ არსებობს სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც კი ბატონო ხო, ну, აი განცდები რითაც დავიწყეთ საუბარი, რომ რა თქმა უნდა ძალიან კონტრასტული იყო მდგომარეობა, მაგრამ ну, ხა არ ვიცი, ალბათ ასაკიდან გამომდინარე, მაინც ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და მართალი რო გითხრათ, დღესაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ მე მაინც გონია, რომ რაღაცა ესე იგი იმედის ნაპერწკალი ამოდენა გვირავის ბოლოს ჩანს, ღმერთმა კეთილი ურით გვისმინოს. სხვათა შორის სკანდინავიის ქვეყნები ძალიან სერიოზული მხარდამჭერები არიან საქართველოს ინტეგრაციისა ერთის მხრივ ნატოში, რომლის წევრი მთელი სკანდინავია გახდა და კი ბატონო. ეხლა უკვე სრულად არის. დიდი დამსახურება ბჭყალებში არის და დიდი წარმატებაც ბჭყალებში არის. ბჭყალებში მადლობა მას. რა თქმა უნდა. და ნუ ევროკავშირის ან წევრები არიან ისინი ან ევროპის ეკონომიკური სივრცის თანამონაწილეები, ინტეგრალური ნაწილები ნამდვილად და ყველანაირად გვეხმარებიან, ну მათი საელჩოები აქ წარმოდგენილი, ჩვენს გვაქვს სამი საელჩო სკანდინავიის რეგიონში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში და საკმაოდ კარგი ურთიერთობებია დღეს და ინტენსიური ჩვენ ქვეყნებს შორის და ну ამ მხრივ ნორვეგიაც გამოირჩევა აი სულ ახლა ხან მართალია ნატოს ეგიდით, მაგრამ მათი თვალსაჩინო ნამდვილად პოლიტიკოსი იენს სტოლტენბერგი ზანდებოდა თბილისში, როგორც ნატოს გენერალური დღეებით გავასწროთ. პირველი ჩამოსვლა არ არის მისი არც ამ რანგში და რამდენადაც მახსოვს მე მგონი პრემიერ-მინისტრობის დროსაც და ნუ აი ეს ასე ვთქვათ ახლახან იყო ისლანდიის პრეზიდენტი სულ უნივერსიტეტში წაიკითხა ჩვენთან მეც ვიყავი ამ შეხვედრებზე ბუნებრივია და წაიკითხა საჯარო ლექცია ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანს ზოგადად და ასე შემდეგ. კი, ეხლა ერთ კითხვას რა გიმატებ კიდევ შენის ნებართვით თქვი და მინდა ამაზედაც ორი სიტყვით ასე ვთქვათ გავიაროთ ეს საკითხი. ისტორიულად ნორვეგია ჯერ ერთი და საერთოდ სკანდინავია მთელი ეს რეგიონი, იმიტომ რომ ნორვეგიასაც როდესაც საუბრობთ ეს არ არის ყოველთვის ერთ და იგივე საზღვრებში არსებული ერთეული სკანდინავია და ნორვეგიელები საშინელი ხალხი იყვნენ. მათი დანახვის და ასე ვთქვათ მათთან ურთიერთობაში შესვლის ეშინოდა მთელ ევროპას და აღავლენდნენ ღმერთის მიმართ ასე ვთქვათ ლოცვას რომ ესენი მოგვაშორე თავიდან ოღონდაცა და თანაც საკმაოდ ღარიბი ქვეყანა იყო. მაგრამ დღეს არის როგორც მე უკვე ვთქვი სანიმუშო ქვეყანა ერთ-ერთი არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც როგორ მოხდა ეს ანუ რა ტრაექტორია განიცადა გაიარა ამ ქვეყანა მოღონდაც რა თქმა უნდა ახლა ყველა დეტალს ვერ ვიტყვით მაგრამ ზოგადი ასე ვთქვათ ნიმუში როგორია ამ თვალსაზრისით თქვენი ახლა ნახევრად ხუმრობით იმიტომ რომ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ნორვეგიელმა გასცა ეს პასუხი იმაზე რომ აი როგორი ბრუტალურები ეს ვიკინგები ეს ისა და აი დღეს რო ასეთი მშვიდობის გავქრისტიანდით ხო ერთის მხრივ რა თქმა უნდა მეორე მხრივ რა თქმა უნდა კონკრეტულად ნორვეგია არ იყო ყოველთვის დიდარი ქვეყანა და მდიდარი რო ყოფილიყო სკანდინავია და იგივე თქვა კონკრეტულად ნორვეგია ამხელა ტალღები არ იქნებოდა მიგრაციისა თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკაში საკმაოდ დიდი დიასპორა არის მე შეხვედრი ვარ მათ წარმომადგენლებსაც სხვათა შორის შტატებშიც და ძალიან სერიოზული რაოდენობით არიან და ნუ აი ბევრი მათგანი ჩამოდის ხოლმე ოსლოში განსაკუთრებით საზაფხულო სკოლებში ჩამოდიან რაღაცა ძიება აქვთ ასე თქვა თავიანთი ძირების მიმართ და ენას სწავლობენ ნუ ზოგ შენარჩუნებულიც აქვს ეხლა რა ვთქვათ
მე მომისმენია შედარებით ძველი ვერსია უფროსი ადამიანებისგან ნიუ-იორკში მაგალითად ძველი ვერსია ნორვეგიული შედარებით მე ხომ მესმოდა ის მართლა ის ძველი ნორვეგიული კი არა შუა საუკუნეების მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო ძველია ვიდრე ეხლა ძველია ვიდრე თანამედროვე ვიდრე ეხლა ჩვენთან ისმის ჩვენთან ჩვენ გვესმის ნორვეგიაში თანამედროვეში ხო ანუ ეს მიგრაციები ცხადი არ იქნებოდა მიწის პრობლემა იყო ნორვეგიაში, მიწის ნაკვეთის პრობლემა იყო, ბევრი ამის. თან არანაყოფიერია, დიდი კი არის ტერიტორია, მაგრამ არანაყოფიერია. რა თქმა უნდა და ჩtildeო იგივე მათი ეს ბუმბერაზი მწერალი კნუთ ხამსუნი მისი ოჯახი თავის დროზე შედარებით სამხრეთ რეგიონებიდან ბავშვი იყო საერთოდ რა სრულიად პატარა იყო ისე რომ არც კი ახსოვდა ეს ლუმი სადაც ის არის დაბადებული გადავიდნენ ჩtildeო ნორვეგიაში და სწორედ აი ქათი ადგილია ეს ხამსუნ თქვია იმ ხო ესე ქვია დასახლება ის აიღო ფსევდონიმად თორე ესე პედერსენია კნუთ პედერსენი ალბათ მოგხსენებათ ეს გენიალური მწერალი მაგრამ წავიდნენ რატო იმიტომ რომ ესე ალტერნატივა ან ამერიკაში ემიგრაცია იყო მაშინ ესე გამოსავალი ბევრისთვის და ან აი ჩtildeო ნორვეგიაში სადაც რა თქმა უნდა ეხლა დღესაც არ არის ადვილი იქ ცხოვრება დღევანდელ ტექნოლოგიებში და შემდეგ მაშინ მით უმეტეს რა მე ზოგჯერ საერთოდ მიყვირს ხოლმე რომ როგორ ადამიანი როგორ იქ ზამთარში ჩვენ აქ გვიჭირს და იქ როგორ არ უჭირს მაგრამ ნუ როგორ ჩანს მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო ხა დღევანდელი სხვათა შორის ერთ რაღაცას შეგახსენებ ეხლა რაც მომივიდა თავში ჰამსუნის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები იყო შიმშილი კი ეს მისი პირველი რომანი რომელიც საკმაოდ დამთრგუნველი რომანი ახალგაზრდა კაცია რომელსაც ნუ აი პრაქტიკულად თვითკვლელობამდე მიდის თითქმის იმის გამო რომ არსაიდან არაფერი ასე ვთქვათ ეკონომიკური საშუალება არ აქვს ასე არ არის ხო არა მარტო ქრონოლოგიურად პირველი რომანია ბევრს მიაჩნია რომ ის ხარისხოვრივათაც პირველი რომანია შეიძლება ახლა მე მაგალითად ისეთი განცდა მაქვს ხოლმე რომ კონკრეტულად რასაც ვკითხულობს ის მგონია საუკეთესო იმ წუთში ესეთი იგივე პანი იგივე მისტერიები თუ იგივე თქვათ მიწის მადლი რაშიც ნობელის პრემია მიიღო 1920 წელს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქრონოლოგიურად პირველი რომანია და საკმაოდ დამთგუნველია რა თქმა უნდა ეს სტილისტიკა მე მართლა გითხრა ძალიან ძლივს ჩავამთავრე მაგრამ მეფე ჩანაფიქრი ამაში მდგომარეობს სწორედ რომ დაგთრგუნოს და სინამდვილე მოგიყო თუმცა იქ სოციალური ახლა სოციალური გარემოებების გამო შიმშილობს მაგრამ აი ეს შიმშილი სოციალური კრიტიკის საფუძველი არ ხდება ჰამსუნთან საერთოდ სოციალური კრიტიკა თითქმის არ არის ყოველ შემთხვევაში ის მისი შეგნებული არჩევანია რა მას აინტერესებს მაგ კონკრეტულ ნაწარმოებში რაღაც ჩამოვარდა ამაზე ლაპარაკი თუ რა შემოქმედებითი იმპულსი შეიძლება თუნდაც მიცეს შიმშილმა რა საოცარი ნაწარმოებია ამ ხრები ქართულად არსებობს შუაენიდან თარგმნილი ინგლისურიდან რამდენადაც ვიცი და მშვენიერი თარგმანია და ნუ რთული ნაწარმოებია ნამდვილად ცნობიერების ნაკადი ბევრი ნორვეგიელი ლიტერატორი ამაყობს იმით რომ ნუ ქრონოლოგიურად ჰამსუნთან არის ცნობიერების ნაკადი ასე მკვეთრად ჩამოყალიბებული პირველადო ხო ამაზე შეიძლება კიდე ახლა რა თქმა უნდა შეიძლება მაგრამ ეს ძალიან სპეციფიური სფეროა ამით ნუ გადავღლით ჩვენს მაყურებელს ვისაც უყვარს შეუძლია არა აქვს შენ წაკითხული შიმშილი ნამდვილად ქართულად არსებობს და კარგია თუ წაიკითხა თან მით უმეტეს ახლა ჩვენ დროში შიმშილი არის ერთ-ერთი დიეტის საფუძველი შეიძლება გამოაქვეყნოს ხო იქ ინტერვალური არ არის ჩვენზე ეს ისე რა ქვია ხუმრობა რა თქმა უნდა ხო ძალიან საინტერესოა ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ აი ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ შუა საუკუნეების სადაც მე-9 საუკუნეში ხო მე-10 საუკუნეებში ველური ხალხი რომელიც თავის სარჩოს პრაქტიკულად ყაჩაღობით მოხვეჭით აი ესე და დარბევით და ასე შემდეგ შოულობდა დღეს არის სამაგალითო დემოკრატიის ქვეყანა და მარტო სკანდინავია არ მისდევდა ამას მაშინ ვისაც გაზდიოდა და თუნდა საშუალება და რა თქმა უნდა მაგრამ სკანდინავიაში ძირითადი ეკონომიკა იყო შეიძლება ითქვას ერთ-ერთ მე ესეთი სტაბილიზება დამჭა ყოველ შემთხვევაში თანაც აი ძალიან კარგი სერიალი იყო ვიკინგები რომელსაც დიდი სიამოვნებით უყურე და ბევრი რამე დოკუმენტურია კი რაც შეესაბამება სინამდვილეს და ნუ სწორედ ამიტომ ნორვეგიელთან კონტაქტები
ბრიტანეთთან ზოგადად ირლანდიასთან საკმაოდ დიდი იყო და მათ გენეტიკაშიც კი აისახება ეს გარკვეულწილად, როგორც მე ვიცი. განსაკუთრებით ისლანდიელებთან აისახება ეს, რომელიც იტაცებდნენ ნორვეგიიდან ქალებს და ნორვეგიელი ვთქვათ მამაკაცების და ნიკა თველიაშვილმა ხავდა ხო გადაცემაში, სწორედ ესეც ახსენა და ისინი ხო ყველა ადამიანის დონეზე იციან დნმ ისლანდიაში და ძალიან ასე ვთქვათ ეს გამოსჭვივის ამ მონაცემებში. ბატონო. თუმცა ენა ძველ ნორვეგიულია. ძველ ნორვეგიულია აქვს კი. ნამდვილი ძველი ნორვეგიული კუნძულმა შეინარჩუნა იქ და ასე ვთქვათ. ანუ ნიშნავს ეს რომ სწორედ ნორვეგიელები იყო ის სუბსტრატი ძირითადი და არა დანიელები და შვედები ვთქვათ რომლებმაც ისლანდია კი ასეა ხო? ეხლა მოდი ცოტა ესეთნაირად თუმცა აქ სკანდინავია მაინც მთლიანობაში ერთიანი ეთნოკულტურული ენობრივი გარემოა გადაჯაჭვულია ძალიან გადაჯაჭვულია მაგრამ ერთი და იგივე არ არის ხო არ არის მაგრამ ძალიან ახლოსაა კი ენობრივათაც რა იგივე თქვათ ნორვეგიული ვინც სრულფასოვნად იცის ის საუკეთესო შუა ენა არის შვედურსა და დანიურს შორის. ცოტა ტრაექტორია შევცვალოთ ნორვეგიის თხრობის მიმართ და თქვა რა ქვეყანა, ანუ აი ჩავედი. არ ვიცი არც ლიტერატურა შეიძლება არც სამსუნი მაქვს საკითხული არაფერი, მაგრამ მე მხვდება ლანდშაფტი, მე მხვდება ქალაქები, მე მხვდება დასახლებები, მე მხვდება და სხვათა შორის საკმაოდ დიდი ოდენობით ეს wilderness რასაც ქვია ხო ანუ ველური ბუნება ხელშეუხებელი ნორვეგია არის საქართველოს შემდეგ ყველაზე ლამაზი ქვეყანა მსოფლიოში აი აქედან დავიწყოთ რატო ეს არის და ბევრი რამე არის იქ ასე ვთქვათ ბუნების თვალსაზრისით რომელიც ქართველსაც კი რო აღავთოვანებს ესე იგი მართლა ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ბევრი რამით გამორჩეული ქვეყანა არის ჯერ ერთი თქვით მისი არ იყოს დიდი ქვეყანაა ტერიტორიულად და თან რუკაზე რო შეხედოთ გაწელილი ხა მე მახსოვს როდესაც ჩილესავით არის მოკლედ ხო ბევრ რამეში ჩილეს ადარებენ მათ შორის ფიორდები კი მე თვითონ ნორვეგიელებისგან გამიგია მე ჩილეში არა ვარ ნამყოფი მაგრამ ფიორდებიო ერთადერთი რაც ვიცითო არისო ჩილეშიო რამდენად მსგავსია რამდენად არა ახლა ამაზე არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიორდების ქვეყანა ნორვეგიის გარდა განხილება რომ ჩილე არის კიდე ხო ეხლა ვინაიდან ეს ახლა ამ სიგრძე არის ჯერ კიდე ეს სტაჟირებაზე როცა ვიყავი 90-იან წლებში მაშინ სახელმძღვანელოებში იყო ერთ-ერთი ახლა რაღაცით ხო იქ მარტო ენა ხო არის სწავლება ენა და საზოგადოება და კულტურა ქვეყანად მწოდნეობა რეალურად აი ფარგლის პრინციპით ფარგალი რა თქვა შემოატრიალო ყველაზე სამხრეთი ნაწილი ნორვეგიის და ესე დაატრიალო რომში ჩადის კი ხო ძალიან ყველა ფარგალი რომში მიდის ხო კი ბატონო ახლა მე ჩემ თვითონ გამოცდილებას გეტყვით რა გონი სოსო ტრომსოში ნაყოფი ხარ ხო? ტრომსო და რო ჩამოფრინდები პირდაპირ სამხრეთით ხო? ეს ტრომსო რა არის ორი სიტყვით ვთქვა ხო? ეს არის ჩრდილო პოლარული წრის მიღმა 500 კილომეტრშია თითქმის პატარა დასახლება, მაგრამ რაღა პატარა საქართველოში ამ ქალაქები ბევრი არ არის როგორც ნორვეგიის მასშტაბით ტრომსო არ არის თლად პატარა, ნამდვილად ტრომსოში არის ყველაზე ჩრდილოური უნივერსიტეტი მსოფლიოში ეგ რამდენიმე კამპუსი გაერთიანდა კი ბატონო და ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტსაც უწოდებენ მას ძალიან სერიოზული ბევრი თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კვლევა აქვს განსაკუთრებით აი ჩრდილოეთის ზღვის შემსწავლელი და იმისი ფლორის და ფაუნის და შემდეგ უბრალოდ რაზე გამახსენდა ახლა რა ტრომსო და რომ მოფრინავ თითქმის 2 საათი მოფრინავ სამხრეთისკენ ოსლოში რო ჩახვიდე განცდა არის ესეთი მქონია ეს განცდა მე რომ ესე იგი სამხრეთ ევროპაში ჩავედი კი ლანდშაფტი ვეგეტაცია მეტნაკლებად ტემპერატურულად ტუნდრიდან ჩადიხარ და მოშიშვლებული საკმაოდ მრავალფეროვანია ბუნება. აი ამ გამომდინარე სწორედ ალბათ გეოგრაფიული ამ როგორც თქვენ თქვით ერთგვარი გაწელილი რო არის ქვეყანა. აქედან გამომდინარე ახლა მე ვლაპარაკობ სახმელეთო ნაწილზე, თორემ სვაბარც თუ ჩავთვლით ის საერთოდ ნუ ახლა სადაც მდებარეობს კი იცით ხო? როგორ მოიხსენიებოდა ეგა საბჭოთა იმაში სპიცბერგენის კუნძულები ხო? ეს არქიპელაგი ხო? ხო, სპიცბერგენის არქიპელაგი, რომელიც ერთ-ერთია, რომელსაც რეალურად აკონტროლებს ნორვეგია, კიდევ არის ეს კუნძულთა ჯგუფები ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ფარგლებში. კი ბატონო. და ნუ აი ესეთი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
შეიძლება ითქვას. ამავე დროს ნუ ცხადია იგივე როგორც თქვა ახლა მე გადაცემას უყურე როგორც გითხარით ისლანდია როდესაც განიხილეთ და გოლფსტრიმის დინებაზე იყო საუბარი რა თქმა უნდა აქაც ახდენს გავლენას და ეს სპორტები პრაქტიკულად არ იყინება რა ძალიან დიდი პლუსია ხო ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ესა რა თქმა უნდა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ნუ მათი შეგნება ხა ეგეც ძალიან ესეთი თემა არის რა ჩვენთან ნელ-ნელა იწყება ეს კი ბატონო მაგრამ მაინც აი გარემოს დაცვის მიმართ ეკოლოგიური საკითხების მიმართ მათი მგზნობიარობა მაინც სულ სხვა არის აბსოლუტურად მართალი ბრძანებით ამიტომ შეიძლება ითქვას რომ რაღაცა გაგებით შაბაჭლება რჩება რომ ხელშეუხებელი ბუნება არის რა საოცარი შერწყმა არის იმისა რაც შეუძლია ადამიანმა გააკეთოს და რაც თქვა უზენაესი შემოქმედება მე შაბაჭლება დამრჩა და სადღაც ამომიკითხავს კიდევაც რომ ეს არ არის შემთხვევითი შეგრძნება რომ იგივე სკანდინავიის სხვა ქვეყნებშიც მათ შორის ნუ ამ შემთხვევაში შვედეთზე მაგ საუბარი იმდენად ასე ვთქვათ არა მრავალფეროვანია ძალიან ლამაზია მაგრამ არა მრავალფეროვანი და არა ესეთი უხვი უკეთესი სიტყვა უხვი ეს ბუნება რომ მოსახლეობა ამას იმხელა პატივს სცემს რომ არ აძლევს თავს უფლებას რომ გააჩანაგოს ის ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხა მე არ ვიცი როგორ უდგებოდნენ ამ საკითხს ვიკინგები თავის დროზე მაგრამ რომ გააჩანაგოს პირიქით ვთქვათ ყვავილების ნაკლებობაა ხო ეხლა არ მოდის კლიმატურად ამ სადაც მიხვალთ ყველგან დარგული ხელოვნურად კულტივირებული ეს ყველაფერი ძალიან დიდ სილამაზეს იწვევს და აი მოვლილი თითქოს გალოკილი და გასუფთავებული ქვები და ხეები რომელიც ნუ საოცარ ლანდშაფტებს ქმნიან მათ შორის ფიორდებზედაც მაღლობებზედაც და მთელი ტერიტორიის ფარგლებში სავსებით გეთანხმები თუმცა ხა ერთი რაღაცა არის რა ჩვენ ქართველები განებიურებული ვართ ხა ერთ ციდან მიწაზე რამდენი კლიმატური ზონა გვაქვს და რა არ გვაქვს რა ამ თვალსაზრისით ნამდვილად განებიურებულები ვართ. შეიძლება მთლად ახლა ასე არ იყოს იქ. მაგრამ მეორეს მხრივ აი თავისი ხიბლი და თავისი არის საოცარი ხიბლი. ალბათ გინახავთ თქვენ ტრომსოში ნამყოფი ვინაიდან ხარ სოსო ბოტანიკური ბაღი პატარა, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი. კი ბატონო, რა ეს უნივერსიტეტია ოფიციალურად. და ქვებიც რო ქვების კოლექციაც თურმე აი ეს არქტიკული ძალიან მრავალფეროვანი ვეგეტაცია, როგორი მრავალფეროვანია რა, ძალიან შთაბეჭდილებას ახდენს ეს ნახველზე რა. ანუ გააჩნია როგორ შეხედავ საოცარი რამ არის. რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი აი რაც ბუნებაში ეხება, ხა ფიორდები კიდე ერთხელ გავიმეორებ, საოცარი წარმონაქმნი, რომელიც ას გლაციალური ყინულის პერიოდიდან მომდინარე ნამუშევარია, ასე ვთქვათ, ყინულის ენებისა, რომელმაც შეჭრა ისა და შემდეგ როდესაც გადნა და წყალი შემოვიდა შიგნით, ნუ საოცარი აი ეს ღრმა უბეები მივიღეთ, სადაც გასეირნებას არაფერი არ ჯობია და ზევიდან გადმოხედავს. მე ახლა სამწუხაროდ ბერგენში და ტრონჰაიმში და იმაში არ ყოფილ ვარ, საიდანაც გადმოვხედავდი უფრო მაღალ. ბერგენი არის ეპიცენტრი შეიძლება ითქვას ფიორდების დათვალიერებისა, მაგრამ იგივე ოსლოში ჰოლმენკოლენზე რო ადიხარ და იქიდან რო გადახედავ, ხო ჰოლმენკოლენი არის დაახლოებით როგორც მთაწმინდა თბილისში. ხო ძალიან ლამაზი ადგილია, გადახედავ ოსლო ფიორდს ხედავ და აი ცნობილი ტრამპლინია იქა. კი, აი ამაზედაც აუცილებლად ვიტყვით. ამაზედაც აუცილებლად ვიტყვით თუ როგორი სპორტული ქვეყანაა, როგორი სპორტული ქვეყანაა ეს ძალიან სპორტული ქვეყანაა ნამდვილად. რამდენი ოლიმპიური 150-მდე ოქროს მედალი აქვს, ყველაზე მეტი. თუ გაერთიანებულ გერმანიას არ ჩავთვლით. ხუმრობა არის ასეთი რომ თხილამურებით იბადებიანო. თხილამურებით. ნორვეგელები იბადებიან თხილამურებითო. ნუ ზამთრის სახეობებში განსაკუთრებით თუ თხილამურთან არის მათ რა თქმა უნდა არ აყავთ ბადალი და სრულიად არიან გამორჩეულები. თუმცა აგერ ახლა ჩვენ თავზე ვიწუნიეთ ჩვენ ახალ-ახალ ხო ვთქვათ კი ბათუმში პრეს მივაღწიეთ დიდი წვალებით მაგრამ ნუ იქ ლამის ბუძეფეხი არ დაგვადებინეს გასვლაზე და ახლა ხელბურთებში ხო ხელბურთში ხო ვითომ ჩვენი ეს არის რა და დიდი იმედით ვართ რომ გვექნება შედეგები მაგრამ ანუ ზაფხული ძალიან ესე იგი ძალიან სპორტული ხალხი იციან საჩადონ ფული ერთი და საერთოდ უაღრესად სპორტული ერია, რა თქმა უნდა. და ნუ ხა ფეხბურთი ყველა არ ვახსენე, მაინც ნომერ პირველი სახეობაა ალბათ.
ძალიან პოპულარულია ნორვეგიაში. ფეხბურთი. ის ბრაზილიისთვის მოგებული. ბრაზილიისთვის რო აქვს მოგებული ცნობილი თამაში. 4-2. მე მგონი პენალტით მოუგეს. თუ საერთოდ ბრაზილიას ორჯერ მოუგეს, ხო? ну მაშინ ეს იყო საზეიმო გამოსვლები იყო ოსლოში და ძალიან სპორტული ერია ისე ვიმეორებ და მათ შორის არა მარტო ზამთრის სახეობებში იჩენენ თავს და ლილეჰამერში იყო სხვათა შორის ოლიმპიური მე ვიყავი ლილეჰამერში მაშინ ეს იყო ჩემი არ გამოდიოდი ოღონდ პირველი სასწავლო წელი ტრამპლინი ნახტა პირველი სასწავლო წელი სხვათა შორის ეს ჩვენ დელეგაციას რამდენიმე ქართველში ვიყავი ვინც დავხვდით ეს იყო პირველი სოსო როცა ჩვენ გამოვედით ჩვენი დროშით გამოვედით მართალია წინა წელს ეგ იყო ატლანტამდე 94 წელი 92-ში ვერ მოვასწავლით საზაფხულობებს და მაშინ ამ ეგრეთ წოდებული SNG-ს გამოვედით მაგრამ საკუთრივ დამოუკიდებელი ქართული გუნდი გამოვიდა 94 წელს ისტორიული მოვლენის მომსწრე არა ბედნიერება იყო რომ ქართული დელეგაციის ნახვა ქართველები ქართული დროში მაშინ განსაკუთრებით ეს ძალიან სენსიტიური იყო ახლა დღეს მივეჩვიეთ რა თქმა უნდა დღეს ახლა ჩვენ ჩემპიონებიც ყავს ჩვენ თქვა საზაფხულო სახეობებში რაღაც ახლა გუნდურ სახეობებში ჯერჯერობით ვერ გამოვიჩინეთ თავი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ახლა ფიგურულ სრიალში აგერ ჩემპიონატებს სადაც ვიგებთ შეიძლება ამაზედაც რა უნდა ნახოს კაცმა ახლა უკვე კულტურული თვალსაზრისით თქვათ ოსლოში მოხვედრის დროს, ბერგენში მოხვედრის დროს, იმიტომ რომ ბუნებაზე ნუ ძალიან დილეტანტურად, მაგრამ საკმაოდ ვისაუბრეთ და ასე ვთქვათ, მე მგონი აღუძერით მადა ჩვენს მაყურებელს რომ თუ კი იქნება იქ აუცილებლად ნახოს ეს ყველაფერი. ну ზოგადად ახლა ნორვეგია ძვირი ქვეყანაა. ცხოვრების სტანდარტი მაღალია, ფასები საშუალო. ერთსულ მოსახლეზე $80,000 მეტია უკვე GDP. ფასები მაღალია და ტურიზმისთვის არ არის, თქვათ ახლა საკმაოდ ძვირი, არა, ტურისტის მეტი რა ჩადის, მაგრამ ძვირიანი ტურიზმის ქვეყანა არის, ნამდვილად. და ახლა რაც შეეხება ძალიან ბევრი რამეა სანახავი თავისთავად ოსლოშიც ახლა თქვენ მძანეთ უკვე სოსო ეს ხოლმენკოლონის სნობილი და ტრამპლინი და იქენა ხედები და საოცარია თვითონ ოსლოს ფიორდი ასევე იქ არის ეს გასეირნება კატერებით და რაღაცა 2-3 საათი ასევე ну მათ ყავთ ისეთი გენიალური ხატვარი როგორიც არის მუნკი სოფლიო ხატვარი სოფლიო მნიშვნელობის მუნკის მუზეუმი რა თქმა უნდა დიდი ხანია მაგ არის მაგრამ შედარებით ახლახან გაიხსნა მისი ახალი მუზეუმი ისევე როგორც განახლდა და სხვა ადგილას გადავიდა ეროვნული გალერეა იქ უამრავი რამე არის სანახავი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი თემა არქიტექტურულადაც საინტერესოა ახლა რა თქმა უნდა ცენტრალურ ევროპას შეიძლება სკანდინავია ვერ შეედრებოდეს ამ თვალსაზრისით სიმდიდრის განსაკუთრებით მაგრამ იგივე მეფის სასახლე ძალიან შთამბეჭდავი ბერგენი აი ეს ხანსას კულტურა ეს ცნობილი ევროპული ნუ გერმანულზე იყოს ძირითადად დაფუძნებული ხო ბერგენი ხანსას ქალაქებს შორის გადიოდა და ბერგენის ჰანზეატიკ სანაპირო მისადგომი პორტის რამდენადაც მახსოვს და მე მგონი ზუსტად მახსოვს იუნესკოს მიერ არის დაცული და ძალიან შთამბეჭდავია ისევე როგორც ბუნება ბერგენში ბერგენი ალბათ აი სტოკჰოლმი თუ ბერგენი არ ვიცი არ ვარ ჩამოყალიბებული რომელია ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალაქი სკანდინავიაში თუმცა ბერგენი კლიმატურად საკმაოდ პრობლემურია იმიტომ რომ წვიმს ძალიან ხშირად წვიმს და ძალიან გადადის აი ეს დინების დამსახურება იქვე მთებია და იქვე იცლება კი ხო და მე ვუბრობ ხოლმე ზოგჯერ და რა სახუმაროც არ არის რომ ბერგენი და ბათუმი მეთქი ორი სხვადასხვა ქალაქია ამინდის მიხედვით. აი როგორც ბათუმი ხა თავისთავად ულამაზესი ქალაქია და უსაყვარლესი ჩვენი. იმათი ბათუმი არის ბერგენი და ძალიან ლამაზი ქალაქია. ტრონჰეიმში არის ცნობილი კათედრალი, რა თქმა უნდა, რომელიც ძალიან ბევრს იზიდავს და ძალიან საინტერესო ნიმუშია ევროპული არქიტექტურის საერთოდ. შეიძლება ითქვას ის რა თქმა უნდა კათოლიკური დროიდან არის ჯერ კიდე ცხადია მაგრამ ძირითადად ესენი პროტესტანტები იყვნენ ახლა დღეს რა თქმა უნდა პროტესტანტები არიან რა თქმა უნდა რეფორმაცია მოხდა და ნუ მე ვფიქრობ რომ პროტესტანტიზმი ამ რეალობის შექმნაში ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს რა ეს პროტესტანტული წესიერება და პურიტანიზმი
პლუს შვედური სოციალ-დემოკრატიული მოდელი, პლუს კუვეიტის ნავთი აქვს, ნავთი და გაზის რესურსები უზარმაზარი, ნუ ახლა და სხვათა შორის ნავთობის ამბავი ძალიან სერიოზულ კომპლექსს, ხო, ეს არ არის მხოლოდ მოდელი. ნავთობის ასე ვთქვათ ექსპლუატაცია ნორვეგიაში 1970-იანი წლებიდან დაიწყო და ამ დროს ნორვეგია უკვე საკმაოდ განვითარებული და დემოკრატიულად ჩამოყალიბებული ქვეყანა იყო და მე ხანდახან ვამბობ ხოლმე რომ ეს არის საუკეთესო მოდელი ნავთობის ქონისა სახელმწიფოსთვის, როდესაც იქ ასე ვთქვათ სოციალურად, პოლიტიკურად სიტუაცია გამოკვეთილია, კრისტალიზებულია და ამ დროს ამხელა ჯერთი როგორ არის ცისოსო მანამდე ესენი აი ერთი ჩემი კოლეგა მეუბნებოდა რომ ცოტა უფროსი პენსიაზე ის კაცი უკვე მამა ჩემი უბრალო მასწავლებელი იყო რა სკოლაშიო ნორვეგიაშიო და მახსოვსო რომ ბავშვობაში ბოლო კლასებში როგორც ჩანს ამერიკაში წავიყვანაო ნუ ანუ ამ დროსო უკეო რა ნორვეგია მინიმუმ საშუალო დასავლური ქვეყანა იყო სანამ ნავთობის ეგრეთ წოდებული ზღაპარი ასე მოიხსენიებენ დაიწყებოდა. მათ ჰქონდათ ძალიან სერიოზული ჰიდრორესურსები, ჰიდროენერგეტიკული, სხვათა შორის მე თუ სწორად კი ბატონო, ზუსტად ხეტყე და ჰიდროენერგეტიკული. ხო, აბა ნიადაგი არ უარი. ჰიდროენერგეტიკული რესურსებით პოტენციურით მე ჯერ კიდე სკოლიდან მახსოვს ეგა, რომ ევროპაში საქართველო და ნორვეგია იყო ნორვეგია პირველ ადგილზე. ხო, არა, ჩვენ ახლოს ვიყავით, პოტენციური იმით ისინი იყენებდნენ და ჩვენ შედარებით ნაკლებად. ახლა ეს შორს ავიყვას ეს საუბარი. ხო, თუმცა ამ ჰიდრორესურსების გამოყენებაზე იქ ძალიან ისე ვიმეორებ რა, უზარმაზარი შეგნება არის ეკოლოგიური და ასე ადვილი არ არის რა, რომ რაღაცა თქვა ზედმეტად ბიზნესმა რაღაცაზე ხელი წაცდეს. იმიტომ ისე ჩაარტყავენ მწარეთ იმ ხელში. 1000 გვარი ორგანიზაცია ამისთვის და 1000 გვარი პარტია და პოლიტიკური ძალა რა. კი ბატონო. ხო. და აი ხეთყეც რა თქმა უნდა ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ამბობ ჩემი აზრით, ახლა იმიტომ რომ ეს არის სწორედ აი რასაც მდგრადობა ქვია, ხო? მათ შორის პოლიტიკური მდგრადობაც და ეკოლოგიური მდგრადობაც და ეკონომიკური მდგრადობაც და ეროვნული, მოდი ვთქვათ, უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ეკოლოგია ამ ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად. და მაგრამ რომ დავასრულო რაზე ვსაუბრობდით ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ამათ ეს რესურსები უკვე ჰქონდათ და არ იყო 70-იან წლებამდეც ეს ჩამორჩა, მე რო ვთქვი ის ტალღები ემიგრაციის ის იყო ხამსუნის დროს. თვითონ ხამსუნიც ემიგრანტი იყო და ვერ მოიკიდა ფეხი ამერიკაში, სხვათა შორის ორჯერ იყო, ვერ მოიკიდა ფეხი და ზოგი იმითაც ხსნის მის გაღიზიანებულ ზოგჯერ ტონს ამერიკელების მიმართ და წიგნებიც აქვს მას ამაზე დაწერილი, მათ შორის ერთი ძალიან ესეთი სკანდალური წიგნი ამერიკელთა სულიერი ცხოვრებიდან, ასე ქვია, სადაც ნუ აი მასხრათ იგდებს, ой, მის ყვაში ტერი ჩავარდა და მის კალამთან ესე ისეთი ძლიერი ირონისტია, მაგრამ ეს სხვა დრო იყო. და აგერ ახლა თქვა უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აი ამ უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა აი ამ ეს მიეწერება ლეიბორისტულ პარტიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისინი ძალიან ხანგრძლივად იყვნენ სტოლტენბერგის სხვათა შორის მაგათ ლიდერია ყოფილი ნატოს მდივანი რომელიც ახსენეთ ანუ ეს სოციალ-დემოკრატიული მოდელი ძალიან კარგად მოერგო ამ სინამდვილეს და უკვე 70-იან წლებამდე ესენი უკვე კარგადიანა რა ფეხზე მაგრამ 70-იან წლებში როცა ეს ნავთობის ეს ზღაპარი ჯერთ ერთ-ერთი ბოლო გაბურვა იღბალი ქონდათ იქაც რა რო იტყვა. ხელი ჩაქნეული ქონდათ რო ხო ვერ პოულობდნენ ვითომ და ერთ-ერთი ბოლო მცდელობის დროს აღმოჩნდა რომ თურმე რა დებს. ოქროს საბადოზე სხედა. რა გააკეთეს ახლა სოსო რა. კი არ შემოუშვეს უცხო კამპანიები. სესხი აიღო სახელმწიფომ. უზარმაზარი, მაგრამ გაისტუმრა მერე ის. და სხვას არ მიცა მოგება რა სესხი აიღო და სტატოილი სიტყვა სიტყვით სახელმწიფო ნავთს ნიშნავს ამას სახნავთი ხო სტატოილი შექმნეს და ნუ აი ამით დაიწყო ასე ეს სანავთობო ზღაპარი რომელიც გრძელდება დღესაც და უზარმაზარი ფონდია ამისი ასე თქვათ ეს სარეზერვო შექმნილი მაგრამ მარტო ეს არ არის რა როსნეფტს ფუიეშმაქს როგორც იტყვია როსნეფტს მაგიჩერილია მხოლოდ თქვა მაგრამ მარტო ნავთობზეც არ არის რა ისე ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანია აქ თვითონ საზოგადოების განწყობა და ეს მენტალური არა აქვს ნავთობი იმდენი დანიაში შვედებს რესურსებით არ არიან ახლა თქვა იუენ მაინდა-მაინც ნავთობის იმაზე არ სხედან მაგრამ ნუ
როგორი ქვეყნებია კი იცი? კახა, ძალიან დიდი მადლობა. იცი რა, მე მგონი ჩვენ ამ მოგზაურობის დროს ძალიან ბევრ რაღაცას შევეხეთ, ისეც რომელიც მენტალურია, რომელიც ასე ვთქვათ, ჰუმანური საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მიმოხილვისას და ამავე დროს ჩვენ პარალელს ვავლებთ ყოველთვის ჩვენს ყოფასთან. რა თქმა უნდა, ყველაფერს ნორვეგიაზე როგორ ვიტყვით, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ პატარა ქვეყანაა შედარებით, ეხლა ვთქვათ 14 ნობელიანტი რო ყავს, არ გვითქვი და წელსაც რომ გასულ წელს უფრო სწორედ. ხო, მეოთხე ლიტერატურული ნობელიანტი შაშან იონ ფოსემ მიიღო, ნუ თითქმის 100 წელი არ ჰქონდათ მათ ეს, მე მგონი სიგრიდ უნსეტის მერე აღარ მიუღიათ, ხო? თუ ბიონსონი, შემდეგ ჰამსუნი 1900 წელს, შემდეგ სიგრიდ უნსეტი და მერე თითქმის 10 წლიანი ინტერვალით მიიღო იონ ფოსემ შაშან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ამ ქვეყანაშია, ესე მარტივად ვერ ჩამოვთვლით, შეიძლება თითოეულ ალაქს ცალკე გადაცემა ჭირდებოდეს და ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს ჩვენი მაყურებლისთვის და ჩვენთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ რამეს კი ვიტყვი. ძალიან დიდი მადლობა ესეთი მიმოხილვისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი ქვეყანაა მიუხედავად სიშორისა და ღმერთმა ქნას და ჩვენმა ერმა ქნას ის, რომ ჩვენც ეკონომიკური, ეკოლოგიური ცნობიერებით და კეთილდღეობით ამ ქვეყნის მსგავსი გავხდეთ საკმაოდ მოკლე დროში, რისი საშუალებაც გვაქვს, ეხლა რა თქმა უნდა პირდაპირ გაგებით ამას არ ვამბობ, მაგრამ ჩვენც საკმაოდ კარგი პერსპექტივები გვაქვს და აი პატარა ქვეყანა თუ როგორი შეიძლება იყოს, ამის გარკვეულ მოდელს ნორვეგიაც წარმოადგენს დღეს, ალბათ დამეთანხმებით ამაში. ასე ბატონო, თუ გინდა იგივე ეს სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს რო ვამბობ, ხო? ჩვენ ევროპაში პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ყავდა ჩვენ. და სხვათა შორის ნორვეგიული ხმაც, როდესაც ერთა ლიგაში დიახ, აი ნანსენის სახელი რა თქმა უნდა ვერ ვასწრებთ ალბათ დროის ფორმატი სხვა არის, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ, მაგრამ არა ნანსენი ძალიან მოწადინებული იყო ჩვენი არც არაფერი გვითქვია ვირთევზებზე და ლინია აკვავიძე, მაგრამ შემდეგი გადაცემისთვის შემოვინახოთ ეს, შენ ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო მეგზურობისთვის, მაყურებელს დიდი მადლობა მოსმენისთვის და მომავალ შეხვედრას. დიდი მადლობა მოწვევისათვის და ყურადღებისთვის. მადლობთ.